ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ მარნეულის და დმანისის მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური სერვისების ცენტრი ბავშვი ოჯახის საზოგადოება და რა აქტივობებზეა საუბარი რა სიახლეებზე ჩემი სტუმარი არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვი ოჯახის საზოგადოება დირექტორი მაია ბიბილეიშვილი და ასევე გეტყვით რომ სატელეფონო ჩართვებზე გვეყოლებიან დმანისის დღის ცენტრის და მარნეულის დღის ცენტრის თანამშრომლები ასე რომ ძალიან საინტერესო ეთერი გველოდება წინ ქალბატონ მაია მოგესალმებით მადლობა მოსვლისთვის და რაც შეეხება რეგიონების თემას რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს როდესაც სიახლეებზე ვსაუბრობთ რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას ბავშვი ოჯახის საზოგადოება კიდევ ერთხელ მსმენელს და მაყურებელს შევახსენებთ რომ ეს არის პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია დღის ცენტრი რომელმაც მუშაობა დაიწყო შშმ მიმართულებით ანუ თქვენ უკვე 30 წლიანი ისტორია გაქვთ არაერთი საინტერესო პროექტი არაერთი საინტერესო პროგრამა თქვენ არ ჩერდებით სიახლეებით გაქვთ სავსე და როგორც აღნიშნეთ დღეს რეგიონებზე ვისაუბრებთ და რაც შეეხება მარნეულის და დმანისის დღის ცენტრებს არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვი ოჯახის საზოგადოების ბაზაზე გაიხსნა და გვიამბეთ რა იყო წინაპირობა და რა თქმა უნდა უკვე მიმდინარე პროექტებსაც ვისაუბრებთ. მოგესალმებით ქალბატონინო, მივესალმებით ჩვენ მსმენელებს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. გადაცემა ჩვენ აქ ვართ, ყოველთვის არის ესე ავანგარდში, რომ გააშუქოს განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, ბავშვების საკითხები და მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა თქვენ. რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, როგორც აღნიშნეთ, ზუსტად 30 წელია მუშაობთ ამ მიმართულებით. რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ უკეთესი გარემო, უკეთესი ცხოვრება და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი სერვისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს თბილისში და ამასთანავე ერთ-ერთი სამიზნე რეგიონია, ქვემო ქართლის რეგიონი. ეს გახლავთ ყველაზე ასე ვთქვათ, შეიძლება რთული რეგიონი, საზღვისპირა რეგიონია, მრავალეთნიკური რეგიონია და ბუნებრივია, რომ ბევრი გამოწვევებიც არის. რაც შეეხება მარნეულის ცენტრს უკვე მუშაობს 2015 წლიდან და გულწრფელად ვიტყვი რომ შედეგი ასე უცებ არ დამდგარა იმიტომ რომ ნდობის მოპოვება იმ ადამიანებში სადაც ძალიან დიდი გამოწვევაა ენობრივი ბარიერიც როცა საკუთარი შვილები მოიყვანონ და განდონ ამას უნდა ძალიან დიდი ძალისხმევა ნამდვილად და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავხდი ჩვენი მარნეულის გუნდს რომელიც ძალიან დიდ შრომას ეწევა იმისათვის რომ მართლაც იყვნენ მოწინავეები და ამ ხრივ ამ ადამიანების იმედები არ გააცრუონ. რაც შეეხება იცით აი მარნეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მართლაც ეხანაც ვახსენე არის ენობრივი ბარიერი ენობრივი ბარიერის პრობლემა ძალიან გვიშლის ხელს როგორც სპეციალისტებთან კომუნიკაციებში დაუშვათ ისევე მშობლებთან კომუნიკაციებში. ჩვენი სპეციალისტები ყველანი არიან ორენოვანი, ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ძირითადი, რომ მუდმივად გვაქვს ხოლმე ტრეინინგები, პროფესიული განვითარების საშუალება და თუ ამ ადამიანებს არ ეცოდინებათ დაუშვათ ქართული ენა, ეს განვითარება ძალიან რთული იქნება მათთვის და ამიტომ მუდმივად გვაქვს ხოლმე ესეთი მხარდამჭერი პროგრამები მათთვის. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც განვახორციელეთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად გახლავთ ბილინგვური საკვირაო სკოლის დაფუძნება. დაწყებითი კლასის და სკოლამდელი დიახ მარნეულში არის ეს ბავშვებისათვის. აქვე ვახსენებ, რომ ჩვენ თვითონ შეუწყვეთ ხელი იმას, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნილიყო და განვითარებულიყო. სწორედ ერთ-ერთი ორგანიზაცია არის თანაბარი შესაძლებლობები თანასწორებისთვის და აი ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ამ პროექტს. რომელშიც ჩართულები არიან, იცით, იმიტომ რომ ამ პროექტის იდეა გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ იცით, უკვე მოსახლეობაში არის დაკვეთა ქართული ენის ცოდნაზე. დამეთანხმება ალბათ განათლების სამინისტროც, რომელმაც ბევრი შრომა ამისთვის ქართული ენის სწავლებაზე, არსებობს იქ ჟვანია სკოლა, რომელიც მუდმივად მუშაობს, რომ
ამ თემმა კარგად იცოდეს ქართული ენა და მშობლებშიც გაჩნდა ძალიან დიდი მოთხოვნა ქართულ სკოლებზე. მაგრამ ქართულ სკოლაში შესული ეთნიკურად არაქართველი ბავშვი მაინც ვარდება ისეთ სიტუაციაში, რომ მათ არ იციან კარგად ქართული ენა და ბუნებრივია უჭირთ რაღაცა მასალების ათვისება. ქალბატონ მაია, ჩაგერთვებით საუბარში, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, ანუ მთავარი არის ბავშვი. რა თქმა უნდა, ბავშვებს უჭირთ, თუმცა, როდესაც გუნდი მუშაობს, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიღებთ შედეგს. ჩვენ მარნეულიდანაც და დმანისიდანაც ჩაგვერთვებიან, თუმცა მანამდე მე მინდა თქვენ როგორც ამ საქმის სულის ჩამდგმელმა ამ გუნდზე ისაუბროთ და აი იმ ადამიანებზე, უпростоრეთ იმ სერვისებზე, რომლებსაც აწვდიან, რომლებიც მიეწოდებათ ბავშვებს და არის თუ არა უკვე შედეგი, აი შედეგიც მაინტერესებს და თავად თქვენ ვიცი რომ ხშირად ჩადიხართ რა თქმა უნდა დიახ ბილინგურ სკოლაშიც, ცენტრშიც და თავად ბავშვების განწყობა როგორია? იცით რა, ბავშვები რაც შეეხება, აი რაც თქვი, იცით ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ დობის მოპოვება ნამდვილად, რომ მოიყვანოს თავისი შვილი და განდონ ესე მართლა მათთვის რაც ყველაზე ძვირფასია. ჩვენ როდესაც თავიდან დავიწყეთ, ეხლა უკვე მარნეულის რაიონში, სოფელ ყიზილაჯლოში კონკრეტულად რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდია მუნიციპალიტეტის ხელშეწყობა და ზოგადად მთავრობის ხელშეწყობა, იმიტომ რომ რასაც ვახორციელებთ ძირითადად არის მთავრობის პროექტები და ასევე მუნიციპალური მხარდაჭერა რო არ იყოს, ძალიან გაგვიჭირდებოდა, იმიტომ რომ შენობა გადმოგვეცა მუნიციპალიტეტისგან ასევე ყოველთვის მზად არიან რომ დაგვეხმარონ, რა რამე გაჭირვება აქვს და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო პროექტის ბილინგური განათლების პროექტი შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია სენის მხარდაჭერით, მათი ფინანსური მხარდაჭერა იყო და არ შემიძლია ესეც არ აღვნიშნო იმისათვის რომ დაუშვათ ეს ბავშვები მოგვიყვანა ჩვენ სივრცეში შაბათ-კვირას არ არის ცენტრი დატვირთული დაუშვათ შეძლებული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ჩვენი ისვენებენ ამ დროს და სწორედ აი ამ პერიოდში ტიპიური განვითარების ბავშვებზეა საუბარი, რომლებიც არიან სკოლამდელი ასაკის, ეს არის ერთგვარი სკოლისათვის მოსამზადებელი ჯგუფი, არიან როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობაც და ასევე არიან ქართულენოვანი მოსახლეობა, რა თქმა უნდა. ბილინგურს იმიტომ ვამბობთ, რომ ეს არის ბილინგურ პრინციპებზე დაყრდნობით, პრინციპში აგებული, ძალიან დიდი ჩართულობა ჰქონდა განათლების სამინისტროდან ქალბატონ თამარ ჯაყელს, რომელთან ერთადაც მოვამზადეთ ეს მოდულები და ეს არის ზოგადად ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა. აქ არ არის ხაზგასმული ეს ენობრივი საკითხები, უბრალოდ თავისთავად შემოდის თამაშის ფორმით. ბუნებრივი პროცესია. რა თქმა უნდა, და ბავშვებს უფრო ნაკლები ბარიერები აქვთ ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, ვიდრე უფროსებს და ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს და ბუნებრივად ხდება ამ ენის ათვისებაც. ალბათ ამ საკითხებზე ჩვენი თანამშრომლები უკეთესად მოგიყვებიან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ამ კი ბატონო და სატელეფონო ხაზია ფიდან ასკეროვა, ორგანიზაცია ბავშვი ოჯახის საზოგადოება სოციალური სერვისების პროგრამული მენეჯერი, მარნეულიდან გვერდება. ქალბატონ ფიდან მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და რაც შეეხება ბილინგურ საკვირაო სკოლას, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია და ზოგადად მინდა ამ სკოლაზე ისაუბროთ. თქვენ ბრძანდებით სოციალური სერვისების პროგრამული მენეჯერი და რა სერვისებს ახორციელებთ, რა თქმა უნდა, აქცენტს ამაზეც გავაკეთებთ. გისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიახ, მე გახლავართ ფიდან ასკეროვა, ორგანიზაცია ბავშვი ოჯახის საზოგადოების მარნეულის ფილიალის სოციალური სერვისების პროგრამული მენეჯერი. მე ასევე გახლავართ ორგანიზაცია თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის თანადამფუძნებელი და სწორედ ეს საკვირაო სკოლის პროექტი ამ ორგანიზაციისგან ვახორციელებთ, სადაც ბავშვი ოჯახის საზოგადოება ჩვენი პარტნიორია და მხარდამჭერი.
ჩვენი პროექტი ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში. ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწია ორგანიზაცია სენმა და ევროკავშირმა და მთავარი მიზანი არის ის, რომ მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებს ხელი შეუწყოთ სახელმწიფო ენის შესწავლაში. ამისთვის დიახ ეს ბილინგური საკვირაო სკოლა შევქმნით, სადაც ჩავთეთ ბავშვები 5-7 წლამდე და ეს პრინციპი, ანუ როგორ მიმდინარეობს ეს სწავლება, ეს არის ბილინგური მიდგომების გამოყენებით, ანუ ერთი ენა, ერთი მასწავლებელი, რაც ნიშნავს, რომ ქართულ ენაზე ძირითადად მუშაობს, ანუ ძირითადი პედაგოგი, ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ეხმარებიან დამხმარე სპეციალისტები. აღსანიშნავია ასევე ის, რომ საკვირაო სკოლის ფარგლებში ეს ბილინგური საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისათვის რაც მეთოდოლოგია, რასაც ვიყენებთ, უკვე არსებობს და ეს მეთოდოლოგია 2013-2016 წლებში ორგანიზაციამ ბავშვოჯახის საზოგადოებამ პილოტი პროექტის ფარგლებში შეიმუშავა და ჩვენ ექსპერტის ჩართულობით, ანუ ამ მეთოდოლოგიის მორგება მოვახდინეთ საკვირაო სკოლაში. თვითონ გაკვეთილები, ანუ ძირითადად ესე აქტივობებით და თამაშით მიმდინარეობს. აქ წიგნიერების შემოქმედებითი უნარების განვითარებასაც ვუწყობთ ხელს და ასევე ანუ ეს ბუნებრივი გარემო ხელს უწყობს ამ ქართული ენის ბუნებრივად ათვისებაში და რა თქმა უნდა აქ საკვირაო სკოლაში ისეთი უნარების და ისეთი ცოდნის შეძენას ვახდენთ, რაც შემდგომ სკოლის გარემოში ადაპტაციაშიც მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვებს. დიახ, აი თქვენ ახსენეთ, რომ სკოლის გარემოში ადაპტაციაში ეხმარებათ ბავშვებს და რა თქმა უნდა სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთთან კომუნიკაცია და სკოლის გარეთაც მაინტერესებს, ანუ რა შეიცვალა ამ ბავშვების ცხოვრებაში და ზოგადად მიდგომები როგორია და ნუ როდესაც საუბარია თან ქართულ ენაზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ ამან უფრო გაადვილა კომუნიკაცია, ხო? დიახ. ანუ საკვირაო სკოლის გარეთ, ანუ რა თქმა უნდა მშობლების ჩართულობა აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩვენ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი კომპონენტი ზუსტად მშობლების კლუბის ჩამოყალიბება იყო და მშობლები ანუ ამ აქ მშობელთა კლუბში ჩაერთო 20. დიახ. რაღაცა ცუდი კავშირია. ტექნიკური ხარვეზია. დიახ და აი მშობელთა კლუბიო, ამაზე საუბრობდა ქალბატონი ფიდანი და სანამ ჩვენ მეორე სტუმარი ჩაგვერთვება, აი ამ კლუბზეც რომ გვესაუბროთ. მშობელთა კლუბი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, სწორედ გვინდა რომ მშობლები იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები თავიანთ შვილებთან. ასევე პოზიტიური მშობლობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა 21 საუკუნის შეიძლება ასე ითქვას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ თვითონ მშობელი იყოს კარგად ინფორმირებული და მომზადებული და აღჭურვილი იმისათვის რომ დაეხმაროს თავის ბავშვს ყველანაირად. და ეს მშობლების აქტიურობა ჩვენ გქონდა იქ გაწერილი რომ ხელსაქმეც თავიანთ შვილებთან ერთად ჩართულები იყვნენ მასალების მომზადება, მასალების ათვისება და მეტიც იცით რომ თვითონ მშობლებიც სწავლობენ ქართულ ენას შვილებთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დიდი სურვილი დავინახეთ თემში, რომ იცოდნენ ენა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ, როდესაც არ ცხოვრობენ დაუშვათ იმ გარემოში, ძალიან უჭირთ ამ ენის ათვისება, როგორც ნებისმიერ ჩვენთან ახალი უცხო ენის ათვისება და ამიტომ ეს არის ყველანაირად პოზიტიური, ვფიქრობ, რომ რაც ბავშვების, მშობლების დაახლოებასაც უწყობს ხელს. და იცით რა, ქალბატონი მაია, ენის ცოდნა კიდევ არის საშუალება ბევრი ბარიერის გადალახვისა. რა თქმა უნდა, იცით, როდესაც სახელმწიფო ენის ცოდნა პრინციპში არის სავალდებულო იმისათვის, რომ მეტად განვითარდეს ადამიანი ამ გარემოში. თუნდაც მიაღწიოს
კარიერულ წინსვლას, დასაქმდეს და აი რაც მოახდინოს თვითრეალიზება. ენის ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და როცა დავინახეთ ეს გამოწვევა, მე ძალიან კარგად მესმის, რომ შეიძლება დღეს და ხვალ ეს შედეგები იმდენად თვალსაჩინო არ იყოს, მაგრამ წლების მერე აუცილებლად ის კეთილი მარცვალი რაც ჩავაგდეთ, მგონია რომ მოიტანს ძალიან კარგ შედეგებს. ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ შესაძლოა ჩვენ შედეგზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი წარმოწყობისას ჩვენ უკვე ვფიქრობთ შედეგზე, თუმცა ეს გრძელვადიანი პროცესია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მართალია, ახლა ეს ალბათ ერთ წელიწადში და ორ წელიწადში არ მოხდება, თუმცა, როდესაც თაობებზეა საუბარი და მომავალზე, ანუ თუნდაც რამდენიმე წელიწადში, როდესაც ეს ბავშვები თავად შედეგს დაინახავენ და თუნდაც თავად არ ექნება დისკომფორტი და მათ ეცოდინებათ სახელმწიფო ენა, რა თქმა უნდა, ეს უკვე შედეგია და ბარიერების გადალახვაზე ვისაუბრეთ, ხო? და თუნდაც მოსახლეობის ერთმანეთთან ქართულენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის ერთმანეთთან კომუნიკაციაც გაადვილდება. რა თქმა უნდა, როდესაც აღარ არის ენობრივი ბარიერი და ეს კიდევ ნამდვილად სიახლოვე არ გვაკლია, დაახლოებას კიდევ უწყობს ხელს, ხო? რა თქმა უნდა და ჩვენ ვესაუბრეთ ქალბატონ ფიდან ასკეროვას, რომელიც ჩაგვერთვა მარნეულიდან, ანუ მან ბილინგურ სკოლაზე გააკეთა აქცენტი და ისაუბრა ძირითადად, თუმცა ძალიან საინტერესოა ასევე დღის ცენტრი და ქალბატონი თეკლა კიპაროიძე ფსიქოლოგი, ართ-თერაპევტი და ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი ჩაგვერთვება ხო უკვე სატელეფონო ხაზია ის აგრეთვე დღის ცენტრის ფსიქოლოგია ქალბატონი თეკლა მოგესალმებით. დავამატებ რომ თეკლა არის ასევე დმანისის დღის ცენტრის აწყობაში გვეხმარება ახლა და შემდგომ ვისაუბრებ კიდე ასე რომ გარდა იმისა რომ მარნეულზე ვისაუბრებთ დმანისის დღის ცენტრზეც ვისაუბრებთ ქალბატონი თეკლა თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით თან ართ-თერაპევტი და თან ჩვენ ნეიროპლასტიურობა, დამხმარე სასწავლო ტექნოლოგიები, ანუ ეს საკითხებიც განსახილავია ძალიან მნიშვნელოვანია და ასე რომ მოდით დღის ცენტრი გაგვაცანით მარნეულის და რა სერვისებს ახორციელებს და ზოგადად რა სიახლეებზეა საუბარი და ასევე დმანისეც მინდა აქცენტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ სულ ახალია. სულ ახალია. კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობა დაკავშირებისთვის. ესა ნეიროპლასტიურობის ტექნიკებს ვნერგავთ ჩვენ მარნეულის ფილიალში. ეს არის 100 სახლე და ის წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ტვინზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს. რომლის მიზანიც გახლავთ სწავლის სირთულეებისა და პრევენცია და სხვადასხვა უნარების განვითარება, როგორიც არის კითხვის, ვიზუალური და სმენითი აღქმა, წარმოსახვა, მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია, მათემატიკა თუ სოციალურ-ემოციური უნარები. მოგახსენებთ, რომ ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი დამხმარე ინსტრუმენტი სწორედაც რომ წარმოადგენს კლასიკურ მუსიკაზე შექმნილი სხვადასხვა აქტივობები, სპეციალურად შექმნილი ანიმაციები და soft თამაშები, რომელიც ასე ვთქვათ, შეგვიძლია დავაკავშიროთ სოციალურ-ემოციურ და ჯგუფურ თამაშებს. იგი ფაქტობრივად ართ-თერაპიულ ტექნიკებს მოიაზრებს რაღაც შეხედულებით. კი ბატონო. შედეგად, ასე ვთქვათ, ვიწყებთ ამ ტექნიკების დაფუძნებას. პირველი ნაბიჯები გადაიდგა, საიდანაც მოსწავლეებისა და ჩვენი ბენეფიციარების მხრიდან საკმაოდ დადებითი ემოციები წარმოვიდა და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ დიდ შედეგებს მოგცემს ეს ტექნიკა და დაგვეხმარება უფრო წინ წავიდეს არა მარტო ბავშვების მდგომარეობა, არამედ დღის ცენტრის ეს მომსახურება. კი ბატონო, და რაც შეეხება დღის ცენტრს, რა თქმა უნდა, გუნდი მუშაობს. მუნიციპალიტეტის ჩართულობა ძალიან დიდია და მშობლებზეც მინდა აქცენტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ მშობლები ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ, როგორია მათი უკავშირი და მათი ჩართულობა მთელ ამ პროცესში. მშობლების მხრიდან ჩართულობა სხვათაშორის საკმაოდ აქტიურია, როდესაც ჩვენი მხრიდან ხდება მათთან დაკავშირება, საჭიროებებთან დაკავშირებით, თუნდაც რომ თქვათ გამოიკვეთა რაღაცა კონკრეტული მომენტი დღის ცენტრის გარემოში, მშობლები მზაობით არიან ამ კუთხით, მაქსიმალურად ცდილობენ ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა, თუნდაც რთული ქცევის პროცესი მომენტი, როდესაც იქნება ამ პროცესში ჩართვას მშობლები ცდილობენ, რომ აღიქვან რთული ქცევა და დაგვეხმარონ ამ რთული ქცევის დარეგულირებაში სახლის გარემოში. კი ბატონო და ზოგადად გუნდი დებს შედეგს ამ პროცესში ყველა ჩართულია და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ დმანისის დღის ცენტრზეც, რომელიც სულ ახალი გახსნილია, გისმენთ?
კი ბატონო, დმანისის ცენტრი ფაქტობრივად ეხლა დგას პირველ ნაბიჯებს და საკმაოდ აქტიური ჩართულობა და მონდომება არის თანამშრომლების მხრიდან ძალიან დიდი. ერთობლივად ვაკეთებთ ძალიან ბევრ სიახლეს, გვინდა რომ ყველაფერი იყოს რუტინულად კარგად მორგებული ჩვენი ბენეფიციარების საჭიროებებზე და ასე ვთქვათ ფაქტობრივად ნეიროპლასტირობასაც აქაც გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, და სპეციალისტების კუთხით რომ ვისაუბროთ, მათი მონდომება საკმაოდ დიდია, უნდათ რომ რეგიონალური განვითარება მათაც შეეხოს და დაიწყონ ამ კუთხით საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მიღება და ბავშვების დახმარება. დიახ, თქვენ ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ, ანუ სპეციალისტებს და სპეციალისტები თავად არიან თვითგანვითარებაზე ორიენტირებულნი და აი გუნდიც რო გითხრათ, ანუ ვინ მუშაობს და თავად სიახლეები თუ არის სპეციალისტებისთვის და როგორ ხდება დავუშვათ მათი კვალიფიკაციის ამაღლება. კი ბატონო, სპეციალისტები არიან მეტყველების თერაპევტი, არის ართ-თერაპევტი, არიან სპეცმასწავლებლები და ისინი ყოველდღიურად ცდილობენ როგორც შიდა გუნდური გაძლიერების ტრენინგებით, ასევე პარალელურად დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგებს. ეს შეიძლება იყოს მშობელთან კომუნიკაციის ტრენინგები, ეს შეიძლება იყოს ემოციური ინტელექტი და შიდა გუნდურ გაძლიერებაში უფრო მეტი და სიღრმისეული, ასე ვთქვათ, წვრილმანი ტრენინგებიც კი გვაქვს ხოლმე, რომელიც უშუალოდ პრაქტიკაზეა ხოლმე დაფუძნებული. კი ბატონო, და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვი ოჯახის საზოგადოების, რომლის ბაზაზეც მოხდა, ანუ თბილისის არასამთავრობო ორგანიზაცია დღის ცენტრს გულისხმობ, ჩართულობა ამ ყველაფერში. იმიტომ რომ არა ბავშვი ოჯახის საზოგადოება ალბათ, pravdi, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი იქნებოდა თუ არა. იცით რა, ვიტყვი ამაზე. კარგით, მაშინ ჩვენ დავემშვიდობოთ თეკლას, მადლობა ქალბატონ თეკლა, წარმატებებს გისურვებთ და ქალბატონ მაია ფაქტურად შევაჯამოთ და ამაზე ვისაუბროთ. მე კვლავ გავიმეორებ კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა, იმიტომ რომ თქვენ ბაზაზე მოხდა მარნეულის და დმანისის დღის ცენტრების გახსნა. აი, ჩვენ ვისაუბრეთ ნინო თავიდან, რომ უკვე ორგანიზაციას უსრულდება 30 წელი და მუდმივად ვართ სწავლებაში, შრომაში, იცით, აი ეს გამოცდილება არ მოსულა მართლა ესე მარტივად, ძალიან ბევრი ტრენინგები გქონდა, მათ შორის საზღვარგარეთაც, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ფაქტიურად დღის ცენტრის სტანდარტი ჩვენ წამოვიღეთ ესტონეთიდან და დავიწყეთ აი ამ მოდელის დანერგვა და აწყობა ნელ-ნელა და გადმოწყობა საქართველოს სინამდვილეზე. იცით, მე ძალიან მახარებს ის, რომ მთავრობას აქვს ნდობა დაუშვათ და აქვს სურვილი, რომ რეგიონებში განავითაროს უფრო მეტად სერვისები, რომ რეგიონშიც იყოს ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, ხა დმანისელი ბავშვი თბილისში თუ ჩამოვა რაღაცა თერაპიისთვის, ეს არ იქნება სწორი სახლთან ახლოს და ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ვერც ჩამოვა. და ერთჯერადი მომსახურება კიდე არ იქნება ისეთი ეფექტური. ამიტომ იცით, ეხა ესე კონკრეტულად რო ვთქვა, რომ იცით რა ყველაფერი კარგია და გამოწვევები არ არის, არ ვიქნები მართალი. რა თქმა უნდა, რომ ეს უნდა გაიზარდოს როგორც გუნდი, სპეციალისტები. უბრალოდ მე ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას, რაც როგორც მუნიციპალური მთავრობის მხრიდან არის, ასევე სახელმწიფო ცენტრალური მთავრობის მხრიდან, რომ განავითარონ სერვისები და ეს საქმე რახან მოგვანდეს ჩვენ და იყო მზაობა, რომ ჩვენ ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე, რომ კარგი იქნებოდა, რომ ეს სერვისი დაფუძნებულიყო. მე მართლა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ჯერ გუნდი არის გასაძლიერებელი და გასაზრდელი. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია სპეციალისტების მოძებნა გაძლიერება. ადგილზე ფაქტიურად თქვენ იცით, რომ რეგიონებში ისეთი სიტუაციაა, რომ ყველას უნდა თბილისში. და თბილისი დაემგვანა გარკვეულ თანკობალას, რომ ადამიანებს რეგიონში დასაქმების პერსპექტივა რახან არა აქვს და ბევრი რაღაცა სირთულეები. ანუ არა თუ თბილისიდან წავიდეს რეგიონში, ანუ რეგიონებიდან არის შემოდინება, პირიქით მოდიან თბილისში. არა და რეგიონებში განსაკუთრებელია ეს მიმართულება და ძალიან სჭირდება. აი არის ეს პრობლემა. როგორ ერევით აი იცით რა არის, აი მარნეულის მაგალითზე ვიტყვი ისევ და სხვათა შორის ამაყი ვიყავი, როდესაც დმანიში გადავწყვიტეთ, რომ
დაგვეფუძნებინა დღის ცენტრი და შევხვდით მშობელს, რამოდენიმე მშობელმა გითხრა აზერბაიჯანულ ენოვანმა, რომ ჩვენ დავდივართ თქვენთან მარნეულში. და ეს იყო, იცით რა, ჩემთვის ერთ მხრივ სასიხარულო, რომ გვენდობიან და დადიან და მოთხოვნადი არის, მაგრამ მეორეს მხრივ აი ამ ადამიანებს უნდა ქონდეთ იგივე სერვისების ხელმოსაწვდომობა, რა თქმა უნდა რეგიონშიც. ეს სწრაფად ბუნებრივი არ უკვე გაშვებული ყავს სპეციალისტმა ერთ-ერთმა გაიარა ადრეული განვითარების პროგრამა და დავიწყეთ ადრეული განვითარების პროგრამაც დმანისში, დღის ცენტრი თავისთავად ფუნქციონირებს, ასევე ჩაფიქრებული გვაქვს რეაბილიტაციის ცენტრის დაფუძნება და ადგილზე მიწოდება ამ სერვისების, აი მართლა ძალიან სერიოზული განაცხადია და ამიტომ იცით ჩვენი სპეციალისტები რახან მარნეული უფრო ახლოს არის დმანის და თბილისიდან ცოტა ჭერს აი ესე გავანაწილეთ, რომ თვეში 2-ჯერ 3-ჯერ ჩავიდნენ და გაუწიონ კონსულტაცია, როგორც და ზედამხედველობა, მონიტორინგი შეიძლება ასე ვთქვათ, როგორც ადგილობრივ სპეციალისტებს ონლაინ რეჟიმში მუდმივად აქვს ჩართულობა და ტრენინგები, დავუშვათ კითხვაზე პასუხები, ბუნებრივია, ბევრი კითხვა ჩდება და თქვენ ნინო კარგად იცით, რომ არ არსებობს ალბათ ორი ერთნაირი პრობლემა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემით და ადამიანებით არის ძალიან მრავალფეროვნები და მრავალფეროვანი სერვისი და მხარდაჭერა. ჩვენ უკვე, ვიცი, 10 წლეული მეგობრობთ და არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე. რა თქმა უნდა, არ არსებობს ერთი პრობლემა, ერთნაირი პრობლემები, მიდგომებიც, ანუ ყველა მშობელს თავისი ხედვა აქვს, თუნდაც თავისი კონცეფცია, თუნდაც ყველა ბავშვს თავისი საჭიროება, მაგრამ ფაქტია, როდესაც მაღალი ხარისხის სერვისი იღებს მშობელი, რა აქვს მნიშვნელობა ამას როგორი მოთხოვნა აქვს და რა სახის და თუნდაც სხვადასხვა, ყოველთვის კმაყოფილია. იმიტომ რომ ამის არ დაანახვა შეუძლებელია, რომც ვერ დაინახო, მე მშობლის პოზიციიდან ვსაუბრობ, როდესაც შედეგს იღებ, რა თქმა უნდა, უკვე კმაყოფილი ხარ. რა თქმა უნდა, შედეგი არის მთავარი, რაზეც ვართ ორიენტირებული, როგორიც უნდა იყოს და იცით რა, იმ მშობლებთან მუშაობა ახსენეთ, დღეს სხვადასხვა დმანისში მიმდინარეობს ტრენინგი პოზიტიურ მშობლობაზე. ჩვენი ცენტრიდანაც ჩართულებია ამ მშობლები დღეს, პირდაპირ აი ჩვენ რო აქვს საუბრობთ, იქ ეს ტრენინგი მიმდინარეობს და იცით რა არის თავარია მშობელმა დაიჯეროს თავისი შვილის. ძალიან ხშირად ჩვენ გქონია ისეთი ნიჰილისტური მიდგომები, რომ მშობლებსაც არ ჯერათ, აი რა იქნება, რა გამოვა, ესეთი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კი მშობლებს ექნებათ სწორი ხედვა და ეცოდინებათ სწორად, როგორ უნდა დაუჭირონ მხარი, ყველაფერი გამოგვივა ნამდვილად. და ამაში თქვენ ეხმარებით, არა თუ ეხმარებით, ბუნებრივი აი მაქსიმალურად შრომას დებთ ამაში. კი, აი ნამდვილად ვდებთ შრომას და გულწრფელად გითხრათ, აი ეს შეგრძნება არაფერს არ შეედრება, როდესაც ხედავ რომ შედეგია და ხედავ რომ ადამიანებს რეალურად დაეხმარეთ და მე მართლა ძალიან მახარებს რომ აი ბევრმა გითხრა რომ იცით რა ჩვენ გვინდა რომ სპეციალისტები ამოვიდეს მარნეულიდან. უკვე ხედავთ მარნეულს აქვს იმხელა რეიტინგი მათთვის რომ ეს ძალიან კარგია და ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან მალე დმანისშიც იქნებიან ის სპეციალისტები, ვინც ნამდვილად შეძლებენ დამოუკიდებლად უკვე წარმართვას ბავშვის მდგომარეობის და ოჯახების და ბავშვების დახმარებას. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისევ და ისევ ძალიან დიდი როლი მიუძღვით ამ ბავშვების განვითარებაში მშობლებს, იმიტომ რომ რამდენიმე საათი არიან ბავშვების სპეციალისტებთან. ეს დღის ცენტრები იქნება თუ სარეაბილიტაციო ცენტრები და ძირითადად დროს ბავშვები ატარებენ მშობლებთან. ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მშობელთა გაძლიერება და ძალიან, არ ვიცი, ბევრჯერ ვთქვი, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით დააკეთებთ და გუნდი. გუნდური მუშაობის პრინციპი ყოველთვის დებს შედეგს. რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტების ჩართულობის გარეშე ალბათ წარმოუდგენელია მსგავსი პროექტების განხორციელება. მე გისურვებთ წარმატებებს, არ მინდა რამე გამომრჩეს თუ რამე დასამატებელი დავამატოთ. საერთაშორისო დავუშვათ გამოცდილებას ეს მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ თქვენ იმდენად დიდი ხნის ისტორია გაქვთ და ისეთი დიდი გამოცდილება თავად მე დარწმუნებული ვარ, როდესაც გასulit პროგრამებში იღებდით მონაწილეობას, იქით თქვენ უზიარებთ თქვენ გამოცდილებას. მაგრამ აი დავუშვათ თუნდაც რა არის ის სიახლე, რომლის დანერგვა თქვენ გინდათ? იცით რა, რაც აი სულ ვამბობ ამას, რომ ეს ევროპული გამოცდილება და ამერიკული გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, ნამდვილად რომ სწორი ხედვა გქონოდა. ჩვენ ვიტყვი აქვე რომ მიწვეულები ვართ
პარიზში იმართება ნოემბერში დიდი სიმპოზიუმი, ჩვენ გახლავართ მშობელთა ევროპული ქსელის წევრი და ძალიან მიხარია სხვათა შორის, იმიტომ რომ პირველი არაევროკავშირის ქვეყანა ვართ, რომელიც მიიღეს ამ მშობელთა ქსელის წევრად. და აი ეს შეხვედრა ვფიქრობ, რომ ესეთი ტიპის შეხვედრები და გამოცდილება, ის გააზიარება, რომ რა ტიპის სერვისებია, რა ტიპის მხარდამჭერა არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ვიფიქროთ მომავალში ჩვენთან რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ მოვარგოთ ეს ყველაფერი ქართულ სინამდვილეს. ნამდვილად ვიტყვი, იცით, სიამაყით, როდესაც ჩვენ მოგვიწია როგორც ახალ ორგანიზაცია საკუთარ თავზე და პრეზენტაცია გაგვეკეთებინა ამ ბრიუსელში იყო სხვათა შორის ევროკავშირის ოფისში და აი გავაჟღერეთ ჩვენ თავზე ვნახეთ რომ ჩვენ არ ვართ ძალიან ჩამორჩენილები პირიქით ძალიან დიდი ნახტომებიც გაკეთდა იმისათვის და ბევრი სერვისი თუნდაც ბინაზე მოვლის პროგრამა ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი არა აქვს იმიტომ რომ საკმაოდ გულისხმობდი რომ თქვენი გამოცდილება გაუზიარეთ მათ. კი ბატონო, არის რომ ჩვენი გამოცდილება ძალიან კარგად მიიღეს და ნუ იმედი გვაქვს რომ აღსიახლებს ჩვენც ჩამოვიტანთ და აი ერთობლივი შრომით მოახერხებთ რომ დავნერგოთ საქართველოში. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, აი ესეთი კარგი სიახლეებისთვის, საინტერესო მნიშვნელოვანი საუბრისთვის და რომ ჩამობრძანდებით კვლავ გელოდებით. აუცილებლად. ჩვენი სტუმარი იყო ბავშვი ოჯახის საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი მაია ბიბილეიშვილი, ასევე სატელეფონო ჩართვები განვახორციელეთ მარნეულიდან და დმანისიდან, ჩვენ ამავე ორგანიზაციის თანამშრომლები ჩაგვერთვნენ და ზოგადად რაც შეეხება საუბრის თემას, ვინც ახლა შემოგვიერთით, თქვენ შეგიძლიათ შემდეგ გადახვევის რეჟიმში ნახოთ გადაცემა, გეტყვით რომ მარნეულის და დმანისის მუნიციპალიტეტებში არსებულ დღის ცენტრებზე და ბილინგურ სკოლაზე ვისაუბრეთ, აქცენტი გაკეთდა რეგიონებზე. ყველას ვუსურვებთ წარმატებებს, დიდი მადლობა. ეს იყო გადაცემა ჩვენ აქვთ, მე მალე დაგიბრუნდებით.